ძველი საიდუმლო. ამდენი ფიქრი არ არის საჭირო საყვარელო. ჩინარს ვეთყვით, რომ დედა ასიე ვერ დავარწმუნეთ. ყუილის თქმა არც მოგიწევს. როცა დედა ასიე ჩინარის სახელს გაიგონებს, მაშინ ვეუარ სიტყვის მისაკ ცხოვრებაზე. არა ზუჰალ, სიტყვას ვერ გავტეხ. საბრალო ქალმა ჩვენ გამო რამდენი რამ გადაიტანა. ცოტა ხანს მაინც გაიხაროს შვილებთან ყოფნით. ეს თემა დავხუროთ. საღამოს დედა ჩემი მოვა და არ დაელაპარაკო. ქალს საფიქრალს ნუ დაუმატებ. შეიძლება ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაგისვა. იქნებ განკურნება შესაძლებელია. სამწუხაროდ შეუძლებელია შვილო. ოპერაციის გარდა სხვა გზა არ არის. და ესეც სიკვდილის ტოლფასია. გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. ასე მარტივად დანებება არ შეიძლება. უნდა იბრძოლო დედა. შენ ხომ დამბირდი? ხომ დამბირდი, რომ დაკარგულ წლებს ავინაზღაურებდით? იმ პატარა გოგონას ჩაეხუტებოდი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ დედას შეხვდა. ამ ქვეყნიდან ისე წასვლას არ აპირებდი, სანამ ჩემი და-ძმა დედად არ გაღიარებდა. ერთად დაბერებას არ ვაპირებდით? უდედობა ძალიან რთულია. გთხოვ, აღარ დაგვაობლო. გთხოვ, რამე იყონე დედა. განა მე მინდა რომ წავიდე და დაგტოვო ჩემო ძვირფასო. 20 წლის შემდეგ ხელახლა გაგიცანი. გგონია მინდა რომ თვალცრემლიანი დაგტოვო? მაგრამ ვერაფერს ვიზამ შვილო. სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ღვთისნებას დავემორჩილო. გთხოვ, ნუ ამბობ, რომ სხვა გზა არ გაქვს. უნდა იცოცხლო. ჩემთვის, ჩეთინისთვის, ესმასთვის უნდა იცოცხლო. ასეთი ბედი მქონია შვილო. ბედის წერის წინააღმდეგ ვერ წავალ. არა. ეს ბებიას ბრალია. მის გამო დაავადდი. ამას არასდროს ვაპატიებ. სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპატიებ. ძმაო, სიგარეტი არ გაქვს? ისოსებს მოშორდი. გილოცავთ, საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ შეგიძლიათ საპატიმრო დატოვოთ. ოჩახ შვილო. იმედი არ გამიცრუე. ფერხათი როგორი პოვე და დაარწმუნე. მოგვიანებით გეტყვი დედა. წამობრძანდით ქალბატონო. ნახოთ რას იზამ, როცა გაიგებ, რომ ციხიდან ჩინარის წყალობით გამოხვედი. ტირილისგან ძალა გამოგეცალათ. წყალი მაინც დალიეთ. მიხარი, რომ ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა. გადარჩენის ძალიან მცირე შანსია, არა? ო, მაგრამ კარგი. რადგან ასია რაც არ უნდა მოხდეს, ოპერაციას გაიკეთებ. შენთვის საუკეთესო ექიმს ვიპოვე. სეჰერი მართალია დაო. ვინაიდან ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, მალე უნდა ჩაიტარო. ღმერთის იმედი არ დაკარგო.
ექიმმა თქვა შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე დარჩაო. ასეა თუ ისე მაინც მოვკვდები. დედა გთხოვ, აღარ მინდა შენგან ეს სიტყვები მოვისმინა. იმედს ნუ დაკარგავ. თუ გადარჩენის მცირე შანსი მაინც არსებობს, უნდა იბრძოლა. ჩემს ადგილას რას გააკეთებდი? დორუსთან გატარებულ ბოლო დღეებზე უარს იტყოდი იმ ოპერაციისთვის, რომლის შედეგადაც გაურკვეველი იქნებოდა გადარჩებოდი თუ არა? დედის გული ამის ნებას დაკრძალდა? დედობა ასეთია, შვილო. შენც იცი. შვილებთან გატარებული ყოველი წამი მთელ ცხოვრებად ღირს. რა სიტყვი არ მიპასუხებ? თუ კიდევ დიდხანს იქნები ასეთი გაუგნებული. მე არ ვიცი რა გითხრა კუდრეთ. ძალიან გამაკვირვე. თუ გახსოვს თავიდანვე გითხარი. მზად იყავი შენთვის სიურპრიზი მაქვს მეთქი. ხო. მაგრამ ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. სიმართლე გითხრა შენგან ასეთ რამეს არ ველოდი. ცოტა მოულოდნელი იყო. ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვა. რას უნდა ველოდო? ჩემში ეჭვი ხომ არ გეპარება? დემე თანახმახარ მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარა. შეიძლება. შეიძლება? ხო, შეიძლება. მღელვარებისგან აღარ ვიცი რა ვთქვა. თანახმავარ, ცოლად გამოყვე. ძვირფასო მისმინე. გვირდები რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ვიმუშავებ, რომ გაგაბედნიერო. არა, რა თქმა უნდა არა. თუ ასიან უღარ მალოდინებ, ბეჭედი გაიკეთე. მინდა რომ მატარო. ესეც ასე. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. გითხარი ჩემი შორის ზებამწარე იქნება მეთქი. ცოტაც მოითმინე ბატონო ჩეთინ. სასიკვდილო დარტყმას მიიღებ, როცა გაიგებ რომ დემეთი შენი ბიძაშვილის ცოლი გახდება. ისევ ეს დაბნეული სახე. რა გჭირს? რამე პრობლემა გაქვს? აპატიენისა. უბრალოდ ცოტა ნერვიულობ. რა მოხდა? რა გჭირს? შემიძლია რამით დაგეხმარო? მხოლოდ საკუთარი თავი თუ დამეხმარება. წარსულის დავიწყება უნდა ვისწავლო. თქვენ გელოდებოდით. რა ხდება? რატომ მოხვედით? მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ. შვილო, წადი მეგობრებთან ითამაშე. გისმენთ? რა მოხდა? თუ თანახმა იქნებით, მინდა რომ თქვენი განქორწინების ადვოკატი ვიყო. რატომ? სედათის ადვოკატი არ იყავით? უარი ვთქვი. რადგან გავიგე განქორწინება რა მიზეზით სურს. თქვენც გაქვთ უფლება ეს იცოდეთ.
შეიძლება შიგნით ვისაუბროთ. დიახ, წამოგწანდით. ყველაფერი ასე მოხდა ქალბატონო ნურდან. სამწუხაროდ თქვენმა მეუღლემ იაჰიას მკურნალობის ხარჯების დასაფარად ასეთი გამოსავალი იპოვა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. ქალბატონმა გულსანმა სანაცვლოდ მასზე დაქორწინება მოინდომა. როგორ შეუძლია ასეთი გულქვა იყოს, როცა იცის რა მდგომარეობაში ვარ. დღეს დილით მის სახლში ვიყავი. აღმოჩნდა, რომ თვალებში მიყურებდა და ჩემი ოჯახის დანგრევას ცდილობდა. ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო ნურდან. ვეცდებით ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ. რა უნდა ვქნა? თქვათ სედათმა უარი თქვა შემოთავაზებაზე. მერე ჩვენ შვილს როგორ ვუმკურნალოთ? კარგი. შენი მესმის. ჩემთან ასეა თუ ისე კარგი ურთიერთობა გაქვს, მაგრამ ეს მასთან და ჩეთინთან ახლოს გინდა ყოფნა. მათთან წადი. ერთად იყავით, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ. გთხოვ, ოპერაციის გაკეთებაზე დაფიქრდი. რამდენიმე დღე დრო კიდევ გაქვს. კარგი შვილო. დავფიქრდები. მოდი მამულში წავიდეთ. დროს ნუ დავკარგავთ, მინდა ჩეთინის და ესმას მოსვლამდე გემრიელი კერძები მოვამზადო. არც ავადმყოფობა მაინტერესებს და არც არაფერი. შენ ხარ ჩემი წამალი. კარგი დედა. წავიდეთ. გამოდის რომ ეს გადაწყვეტილება შვილის მკურნალობის ხარჯების დასაფარად მიიღო. კაცს ცილით ყვილად დავწამეთ. არა, არ მესმის. როგორ შეიძლება ქალი ასეთი ბოროტი იყოს? სინდისი სულ დაკარგა? მოდი პირველ რიგში ბატონსედაც დაველაპარაკოთ. მაგრამ ქალბატონმა გულსენმა ამის შესახებ არ უნდა გაიგოს. იფექმაც არაფერი არ უნდა გაიგოს. ბოლოს და ბოლოს ბატონი სედათი მისი კლიენტია. დამშვიდდი. აქ ყოფნის სრული უფლება გაქვს. ვერავინ ვერაფერს გეტყვის. ქალბატონო სეჰერ, ქალბატონო აიშე, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. შემოდით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ქალბატონი აიშეს ოთახი მზად არის, ხომ ასეა ჯანან? შენც დარჩები სეჰერ? ჯანანმა ოთახი შენთვისაც მოამზადოს? ახლა არ დავრჩები, მაგრამ თუ საჭირო გახდება სხვა დროს დავრჩები. დაო ჯანან, ეს ჩემოდანი გამომართვი და სტუმარს თავისი ოთახი აჩვენე. საჭირო არ არის შვილო, მე მივხედა. ბატონო ომერ, გაუშვით, შეიძლება გიკბინოთ ან რამე გადმოგდოთ. აზვიადებ ესმა. ამ პატარა ლეკმა რა უნდა დამიშაოს. ნახე რა საყვარელია. დიახ, ძალიან საყვარელია. რა სიტყვი, მარტო რომ დაგტოვოთ და მანქანაში ჩავჯდე. ოპა. ჩემზე იცინი?
სიმართლეს გეტყვი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შენაირ თამამ გოგოს პატარა ლეკვი შეეშინდებოდა. სულაც არ შემშინებია. უბრალოდ გამიკვირდა, როცა მოულოდნელად ჩემ წინ გაჩნდა. კარგი. რადგან ასე შეგაშინე, ნება მომეცის ადგილზე დაგპატიჟავ. იმის თქმა გინდა, რომ შემეშინდა. ხვდები? კარგი. დავივიწყოთ სიტყვა შეშინებული. რა სიტყვი? ერთად ვისადილოთ? კარგი იქნებოდა, მაგრამ ბიძა ჩემმა მითხრა, რომ მთელი ოჯახი ერთად უნდა შევიკრიბოთ. სხვა დროს იყოს. როცა გინდა. მე სახლში წაგიყვან. დედაჩემს ეს როგორ ვუთხრა? სახლში აღარ წამომყვება. ჩინარისთვის მიცემული პირობა არ უნდა დავივიწყო. გილოცავ დედა. გმადლობ შვილო. როგორც იქნა ციხეს თავი დავახციე. ადამიანი მაშინ ხდება რა ღირებულია, თუნდაც უხდა ჰაერი, როცა მას მოკლებულია. წამოდი დედა, სახლში წავიდეთ. ალბათ ჯერ არაფერი გიჭამია. ზუჰალმა შენთვის ბევრი რამ მოამზადა. საჭმელს თავი დაანებე შვილო. მითხარი ციხიდან როგორ დამიხსენი. იმ მკვლელმა ჩინარმა და ჩემმა მოღალადეშვილი შვილმა სეჰერმა რა თქვეს? ახლა აქ რომ იყვნენ, სახეში შევაფურთხებდი. დედა ჩემი აქ ნდობით მოვიყვანები ცოლა. მაგრამ თქვენ კი არა, ღმერთს ვენდობ. დედა შენი აქ პირველად არ არის სეჰერ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ხვდები რომ სისულელეს ამბობ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ყველაზე ახლობელ ადამიანს შეუძლია მიწასთან გაგასწოროს და შენს უბედურებას ხელი შეუწყოს. თუ არ გვენდობე, მაშინ დედა შენი აქ არ უნდა დარჩეს სეჰერ. ვერ ხვდები რა საჭიროა ქარაგმებით ლაპარაკი. აქ დარჩება, იმიტომ რომ მას ესურს. იმედია ხელს არ შეუშლით და აქ ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ უგცევთ. შენ და ბებიას გაფრთხილებთ. იცოდეთ არაფერი დაუშავოთ, თორემ რა სეჰერ? რა სიზამ? შენ რა მემუქრები? რა დავაშავე, რომ ასე მეკცევი? არ ვიცი. მაგრამ გრძნობ რომ შენი ხელი ურევია იმ ყველაფერში, რაც დედა ჩემს დაემართა. მგონი ზედმეტი მოგდის სეჰერ. უფლება არ გაქვს დამადანაშაულო. თუმცა რა თქმა უნდა ჩემთან მუქარა მარტივია. ნახოთ დედა ასიე რომ მოვა და ჩინარს აქ დაინახავს რა მოხდება. არც მე და არც დედა ჩემს ბებიას ოდნავი შიშიც კი არ გვაქვს. თუ არის ვინმე ვისაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევს ეს ბებია. დედა ჩემს საჩივარი რომ არ გამოეტანა ციხეში ამოლპებოდა. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ახლა ისევ ციხეში იქნებოდა. დედა. ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ხოლდილით პირველ რიგში იმ საკითხს მოვაგვარებთ, რაზეც ვილაპარაკეთ, კარგი? ბიცოლას უკვე ვილაპარაკეთ. ჯერ ღმერთს განდობ და მერე მას. ამიტომ აღარ ვიდარდებ. საღამოს დურუსთან ერთად მოვალ. კარგი შვილო. წადი და შენს ოჯახს მიხედე. გმადლობ ყველაფრისთვის. დედა ჩინართან დაკავშირებით. ჩინართან წადი და უთხარი, რომ მის მიერ დაგებულ მახეში არ გავები. გისოსებს მიღმა მე ვერ გამომამწყდებს. პირიქით, ციხეში მისნაირი მკვლელების ადგილია. ის გველი ჯანდაბაშიც წასულა, მაგრამ ჩემი მოღალატეშვილი სეჰერი ჩემთვის აღარ არსებობს. ახლავე გაფრთხილებ. ჩვენ სახლში ფეხს ვეღარასოდეს დაადგამს. გასაგებია?
თუ ფიქრობს, რომ ღალატი და უსჯელი დარჩება, ძალიან ცდება. წამოდი. ჩემი აზრით დიდი შეცდომა დაუშვი ჩინარ. აქ არ უნდა მოსულიყავი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, გგონია დედა ასია აქ დარჩენის უფლებას მოგცემს? ძმა თურგუთთან შეთანხმება დავდეზუხალ. მან პირობა მომცა. დედა ასიამ რაც უნდა ითქვას. თურგუთი მხარს დამიჭერს და აქ დარჩენის საშუალებას მომცემს. თაფხედი ქალი მოვიდა და დასახლდა. თითქოს თავისი სამზარეულო იყოს. მოიცადე. ეს სუნი საიდან მოდის? გონი სამზარეულოდან მოდის. დღეს კარგი დღე გვაქვს ძმაო. დეიდა აიშე, კეთილი იყო შენი მობრძანება. რა სიურპრიზია? მე გამოვიცანი. ეს სუნი მხოლოდ იმ სამზარეულოდან მოდის, სადაც დეიდა აიშე ამზადებს. კეთილი იყო შენი მოსვლა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მომენატრეთ. ქურთი მკვლელი, ბოროტ მოქმედი ყაჩაღი. ღმერთმა აღარ გამომაცდებინოს ის დღეები, რომელიც ციხეში გაატარე. ეს ადგილი ჩვენაერი ხალხისთვის არ არის შვილო, მაგრამ ზუსტად ისეთი ადამიანებისთვისაა, როგორიც ჩინარია. რატომ გავჩერდით? არ ვიცოდი ხახვის დაჭრა ასეთი რთული თუ იყო. ცრემლები მომდის. ძმაო, ახლა იცი როგორ მზადდება საჭმელი, რომელსაც 2 წუთში ჭამ. კარგი, მომეცი მე გავაგრძელებ. თავი დაანებე დეიდა აიშე. მე პირადად კაცების სამზარეულოში ფოსფოსს ვემხრობი. ძმის განრჩევა მიიღე ესმა. თუ ამ აზროვნებით იცხოვრებ, ვერ გათხოვდები და სახლში დარჩები. გათხოვებას ისედაც არ ვაპირებ ძმაო, ასე რომ პრობლემა არ არის. ქუდრეთ შვილო, კარგი მე დავჭრი. დეიდა აიშე მოვიდა? დეიდა აიშე. ქუდრეთ შვილო, კეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობ დეიდა აიშე. მიხარია რომ გხედავ. დეიდა აიშემ დღეს დამხმარეებად დაგვიქირავა. რას ამბობ ესმა? ასეთ რამეს როგორ ვიკადრებდი? უბრალოდ ჩეთინმა და ესმამ დაიჟინეს მოგეხმარებითო. კარგი, მაშინ მეც დაგეხმარები. რა თქმა უნდა, ხახვია დასაჭრელი. ხომასია. კარგი, ხელებს დავიბან. მინდი დაიბანე. ამით გაიწმინდა. შეფი მოვიდა. მომეცი, სერიოზულად. მე დავჭრე. ქუდრეთი სამზარეულოში ტრიალებს, ხომ არ მეჩვენება? წვრილად დაჭერი, წვრილად. დამშვიდდი, ვიცი რასაც ვაკეთებ. იცინე ჩინარ. რამდენიც გინდა იცინე. ნახოთ ცოტა ხანში დედა ასია რომ მოვა, მერე თუ შეძლებ გაცინებას. შუა გზაში რატომ გაჩერდი შვილო? რაღაც უნდა გითხრა დედა. გისმენ მითხარი. გისმენ თურგუთ. პირიდან სიტყვები ხომ არ უნდა ამოგგლიჯო. კარგი დედა.
სახლში რომ მივალთ მერე ვილაპარაკოთ. ღმერთო ჩემო. ნამდვილად რაღაც მოხდა. სახლში მივალთ და გავიგებ. Yalnız var ya Sofya nefis gözüküyor. სოფრა გემრიელად გამოიყურება. ვეღარ ვითმენ. მეც ვეღარ ვითმენ. Fazla bekleyemeyeceğim herhalde. მოითმინეთ ბიჭებო. ცოტა დარჩა და ყველა ერთად დავსხდებით. დედა. რა მოხდება მამას მოსვლამდე რომ დავსხდეთ? კარგი, რადგან ასე ძალიან გინდათ. აიშა, თუ გინდა აქ დაჯექი ძვირფასო. იჯექი ჩინარ. დედა ასიეს ადგილი მოგეწონა, მალე მისი რისხვა ორჯერ მეტად დაგატყდება. Ayşe teyze. დეიდა შენ უგერიდება. გადმომიღე. თლიანად შევჭამ. Aynısı. მეც გადმომიღე. თითქოს ჩემი წასვლიდან წლები გავიდა. ჩემი შვილიშვილები ძალიან მომენატრნენ. მამა მოვიდა. ბებია მოვიდა ბავშვებო. რა კარგია? უკეთეს დროს ვერ შეარჩევდა. ბებია, ეს დღეების არ დაიკარგა. კეთილი იყო შენი დაბრუნება. გმადლობ ჩემო ძვირფასო. კეთილი იყო შენი დაბრუნება, ბებია. გმადლობ საყვარელო. კეთილი იყო შენი დაბრუნება, ბებია. მომენატრე. გმადლობ. მე ძალიან მომენატრე. Babaanneciğim. ბებია, წამოდი. უგემრიელესი სუფრა გელოდება. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin.